საკითხებაში თქვენ დავაერთიანეთ იმ საკითხებს, რაზეც იყო საუბარი. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ თურმე დეწ მოუსწრო სოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, ჯერმე არ გამიგონია და იმედი მაქვს, რომ არ მოვისმენ უახლოეს პერიოდში, რომ თურმე სოფლიო ეკონომიკური კრიზისით დააკაშილეს მოგონილი ყოფილა. ნამდვილად არ არის ესეთი. დეწ მოუსწრო ესეთი შეფასება არ ამგონია, რომ სწორი იყოს. კიდევ ერთი საკითხი, რაც შეეხებოდა იგივე იმას, რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, როდესაც აგრესია არის რუსეთის მხრიდან და როდესაც ტერიტორიის ახალგორის რაიონზე იქნება ეს პერიოდზე, სოფელ პერიოდზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერი პატარა თუნდაც სოფელი და ნებისმიერი მიწა, რომელიც ჩვენ საზღვრებთან არის დაკავშირებული. აი ეს აგრესია არ დასრულებულა. ეს არის მუდმივი ბრძოლა იმისათვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი. ეს არის ბრძოლა იმისათვის, რომ ჩვენ გავუძლოთ ყველაზე მართლაც ძიმე მწერის შემოტევებს. ის თუ რა მოხდა და რამ განიცადა კრახი ბოლო 4 წლის განმავლობაში. მე მგონი აქაც ჩვენი ექსპერტების შეფასება ცოტა გადაჭარბებული იყო. ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ყალიბდებოდა სახელმწიფო, რომელიც ნამდვილად არ არსებობდა 2003 წლამდე და ამის შეფასება მგონი ყველა შეუძლია რა იყო 2003 წლამდე და რა მიუღეთ 4 წლის განმავლობაში, რაც ეს ხელისუფლება. საბოლოო შედეგი დაიდო აგვისტოს შემდეგ. მოდი ეს 5 წლის განმავლობაში აღარც ყველაფერი შეჯერდა სექტემბერში. ამ 5 წლის განმავლობაში კეთდებოდა ის, რომ ჩვენ ზრუნავდით სოციალურ პრობლემებზე. ამ 5 წლის განმავლობაში კეთდებოდა ის, რომ ჩვენ ზრუნავდით ჩვენ სამხედრო ძალებზე. კეთდებოდა ის, რომ ჩვენ ზრუნავდით ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებზე. ბატონ დავით, ძალიან უნდა წარმოაჩინოთ, რომ თითქოს არანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა არ აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. თუ ელემენტარულად ვაპატეთ იმას, რაც ხდება აგვისტოში, აგრესიის შემდეგ, ბატონო. ნუ შეგესწრება. მე მგონი საქართველოს ქართულ ხალხს ყველგან აქვს მხარდაჭერა. საქართველოს ხელისუფლება არავისგან არ აქვს მხარდაჭერა და არა. მე ქართულ როგორც სუპოლანი, ასე რომ რატომ ქვეყანასა თავისი ძალიანობაზე უნდა და მე მგონი კომენტარი ბატონ ანდროსა. მე მინდა ყველა მაყურებელს ყველა რომ რატომეთი ნუ გაიგებს ისე თითქოს მე ვიძახი რომ არაფერი არ გაკეთებულა. Twitter-მა მე იცით რომ იყო პერიოდი როცა დადებითი იყო პერიოდი როცა უარყოფითი იყო, მაგრამ სამწუხაროდ რომ ისე დამთავრდა ეს ყველაფერი, რომ გარკვეული სიმბოლიზმი ამას ჩაიდო. რაც დავახსნით რა. ახლა ვერაფერს ვერ ხედავს სადაოს იმაში ბატონო პალიკო რომ დავიწყოთ ისევე რომ არაფერი არ გაკეთებულა. არაფერი გაკეთებულა, რომელიც ბევრი რამე გაკეთდა. მაგრამ ბევრი რამე არ გაკეთდა. ამაზე შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ სინამდვილეში ლაპარაკი არის საჭირო არა იმაზე რა გაკეთდა, ან არ გაკეთდა. ეხლა დღევანდელ სიტუაციაში. არამედ იმითი, რა შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმა. ეხლა ვეცდით იმასაც, რომ მე სულად არ ვამბობ, რომ ეხლა ეს რაღაცა რევანშისტული ისინი მძლავრობდეს. შეიძლება რომ საზოგადოებამ, ოპოზიციურმა ძალებმა სიტუაციას სულ სხვანაირად შეხედონ. სხვანაირად შეაფასონ. არა ისე რომ აი სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, რომელიც ისე ბოროტები, ესე ძალით ყველაფერი, ნუ არის ესეთი განწყობები, ხო, რომ აი სპეციალურად არის ასეთი აზრიც. მაგრამ ასე შეიძლება ახსოვდეს სხვა აზრებს. არ გაამართლა ქვია მას. არ გამოვიდა ბატონო. ეხლა ამაზეც დაიწყება ჭიდაობა, ამას გადაყვება ქვეყანა. მაგრამ თუ პოლიტიკური აზროვნება გაიმარჯვებს და ქვეყანაზე ზრუნვის პოზიცია გაიმარჯვებს, მაშინ მოხდეს გადაბარება. როცა ლაპარაკობთ საპარლამენტო არჩევნებზე და არა პრეზიდენტის გადადგომაზე, ხო? მე მაგალითად სასტიკის ნამდვილი ვიყავი ომის შემდეგ და დღესაც არ არის ამის დრო. მაგაზე არა ლაპარაკი. მაგრამ როდესაც ლაპარაკი არის საპარლამენტო არჩევნებზე, ეს არის ის მექანიზმი გადამდელი, რომელიც აი ამ გადასვლას ესეთი რბილი და ხავარდოვანი გზით განახორციელებს. რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი? თუ ამას მოითხოვს ქვეყნის პრეზიდენტი. არ მინდა რომ თელმაკურობის შემოიჭროს უფრო მეტი დრო უნდა უბრალოდ მარკომისის სამფუძველი მე მგონი ჩვენი შეფასებებში ძალიან ბევრი საერთო არის, უბრალოდ განსხვავება არის ერთი. თქვენ თვით რომ ყველაფერი დამთავრდა, თქვენ თვით რომ ყველაფერი დაიწყო. ეს არის ბოდიში, ძალიან ბოდიში. უბრალოდ რომ ისე არ გამოვიდეს რომ ამერიკის საფასო ბარემ ვიტყვით დიდი ბოდიში რა. ეს გამიგდა. სუვერენიტეტი ახსენეთ თქვენ. და ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ამ კუთხით, ანუ რა.
აქეთ რა გამოვიდა? ჯერ ერთი ძალიან წლების განმავლობაში და არა მარტო ამ ხელისუფლების, წინა ხელისუფლების და მანამდე დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ყავსულს ვამავლებით. ჩვენ ყავსულს ვამავლებით საგარეო პოლიტიკაში. ეს არის დიდი სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენს მაგივრად ასე თქვა ალაგებენ რაღაცებს და მე ჩვენ ამ გზას ასე თქვა მოკლედ თუ შეიძლება დასაგებია. საკუთარ მოსახლეობასთან მიმართებაში სამწუხაროდ ამავალი არის პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები და ეს ძალიან ცუდია. ანუ ეს ჰარმონიული ასე ვთქვათ ორგანიზმი სახელმწიფოს საზოგადოებისა არის აბსოლუტურად მოშლილი და დარღვეული. სუვერენიტეტს რა შეეხება? დღეს ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც თუ საგარეო პოლიტიკა ხარდაჭერა ეფექტიანებს, თუ ჩვენ კიდევ რამე გავხსა, ეს არის მაგალითად ამერიკის, რომელსაც აქვს საკუთარი ინტერესები და ჩვენ ვართ შეზღუდულები დღეს იმ საკითხში, რომ ვითარს ვიაროთ მხოლოდ და მხოლოდ იმ გზაზე, რომელიც ხას უნდა. დამოუკიდებელი ურთიერთობები აი მაგია ლაპარაკი. პოლიტიკა იმაშია, რომ რაღაცა დასრულდა რაღაც პერიოდი. მე ვფიქრობ, რომ ეს არაფერი არ დასრულებულა, არ დასრულებულა ბრძოლა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისათვის, არ დასრულებულა რუსეთის აგრესია, რომელსაც კიდევ უნდა გაუწიოს. არ დასრულებულა ის სოციალური პრობლემების ზრუნვის პერიოდი, რომელიც გვაქვს და რომელზეც კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს. ამიტომ დიდი მადლობა, რომ თქვენ აფასებთ იმას, რაც საკითხა. შეიძლება არის საკითხები, რომელშიც პრობლემებია, მაგრამ მოდით იმაზე ვისაუბროთ, სად არის პრობლემები და იმის განმავლობაში შეიძლება არ არის არგუმენტი, არაფერი მართლაც აი ჩამოთვალა ბატონმა პავლემ, ქვეყნის სამხედრო ძალების ლიერება, სოციალური პრობლემების მოგვარება ამ წლების განმავლობაში თქვენს არ არის არგუმენტი. გარდა ამისა, ხელისუფლება აშკარად ცდილობს რომ გამოსწორდეს. იქნები თანამშრომლობთ და მე ჯერ საუბრობდი იმაზე, რომ მისცემ არის კრიზისი მართლაც ქვეყანაში და ამ სტუდიაში ყოველ შემთხვევაში უმრავლესობა თანხმდებით იმაზე, რომ ეს კრიზისი არსებობს. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ. პრობლემა არის უკვე მეორე საკითხში, რომ ხელისუფლებას მე ყოველ შემთხვევაში ასე ვხედავ, არ აქვს რესურსი, არ აქვს უნარი, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეს იმ ნაბიჯებით, იმ ადეკვატური ნაბიჯებით, რომელიც არის დღეს ქვეყნისთვის აუცილებელი. რა იქნება ადეკვატური ურჩიეთ? იცით, მე ვფიქრობ, რომ საუბარი უნდა იყოს პრაქტიკულად ისეთ ნაბიჯებზე, რომლებიც არსებითად შეცვლის ძალიან ბევრ სოფხედველობის საკითხსაც კი ხელისუფლებაში. ლაპარაკი არის რეალურ ჭეშმარიტ კანონის უზენაესობაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, არა ტალღაზე, არამედ რეალურ დემოკრატიაზე დღეს. მედიის რეალურ განთავისუფლებაზე. საუბარი უნდა იყოს თვითონ ინსტიტუტების რეალურ გაძლიერებაზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებს გულისხმობ. ხელისუფლების დაბალანსებაზე. დღეს მართლაც არის ისეთი მომენტი, როდესაც აი ძალიან მასშტაბურად თუ არ გადაიწყო ამ მიმართულებით ნაბიჯები, რეალურად ჩვენ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად შეიძლება აღმოჩნდეს ჭაობში. ისეთ ყველა მიმართულება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ ისე, რომ აი ეს მიმართულება არის ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი და სამწუხაროდ რადგანაც ამის რესურსი არ ჩანს დღეს ხელისუფლების მხრიდან, უპირველეს ყოვლისა, იცით რა არის დამატებით კიდევ ამას ემატება ის, რომ საკმაოდ არაადეკვატურად არის ახმული სიტუაცია. პრაქტიკულად ის რეალობა, რომელიც არის ქვეყანაში, არის ერთი და მეორე არის ის რეალობა, რომელსაც ტელევიზიით იქნება, ნუ არ გულისხმობ ამ შემთხვევაში თქვენ აქვს და როგორც ჩანს, ან ჯერა გავწოვირებს ხელისუფლებაში, ან აუცილებლად ეს სხვა მოტივებით ხორციელდება. ანუ პრაქტიკულად ერთი რეალობაა, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, აი რო გავალთ ახლა ქუჩაში და მეორე არის შექმნილი რეალობა, რომელიც იქნება სწორედ მე ვფიქრობ ხელისუფლების მიერ. ამიტომ პრაქტიკულად რესურსი იმისა, რომ ხელისუფლებამ მოახდინოს ძალიან მასშტაბურად, ენერგიულად სწორედ მიმართულების შესვლა ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული თვალსაზრისით რეალური დაბალანსების, ხელისუფლების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს